ეხლა მინდა შევეხო იმ თემას, რასაც ქვია წარსულში დაბრუნება. აი ოპოზიცია ხო იძახის, რომ ეს ივანიშვილიო წარსულში გვაბრუნებსო და მათი მხარდამჭერებიც მაგას იძახიან, რომ წარსულში ვბრუნდებითო და სინამდვილეში თვითონ ცდილობენ იმას, რომ წარსულში დაგვაბრუნონ და თვითონ ეგ ადამიანები დგანან წარსულის გვერდით. ისეთი წარსულის, როგორიც არის სააკაშვილი, ხოშტარია, გვარამია და აი ხაზარაძე და ეგ ხალხი. ზუსტად ეგენი არიან ამ ქვეყნის ბნელი და როგორ თქვა, სასტიკი წარსული და აი ცდილობენ დღეს რომ ეგ წარსული ისევ მოიყვანონ ხელისუფლებაში. განა ის რომ ვინმე ახალი ან პიროვნების ან რაღაც ახალი ძალის გარშემო ერთიანდებოდნენ ეს ადამიანები და რაღაც ახალს გვთავაზობდნენ, არა. ეს ადამიანები რაღაცა ვითომ ნათელი მომავლის სახელით გვტენიან და ჩალიჩობენ იმას, რომ ისევ შემოგვტენონ ის ბნელი და სისხლიანი წარსული, რაც იყო ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება იმას, რომ თურმე ტვ-იმედი რაღაცებს იმაშობაო ხალხს ატყუებსო და რაღაცებიო და მაგაში ვეთანხმები, რომ კი ტვ-იმედი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტი. მაგრამ ეს ადამიანები იმდენად არიან ივანიშვილის სიძულვილით დაბრმავებულები, რომ აი მარტო ერთ მხარეს უყურებენ და ფიქრობენ, რომ იმედი არის ის რა ქვია, მატყუარა და პროპაგანდისტი და იმედზე 100 თავით უფრო მატყუარა რო არის ტვ პირველი მთავარი და ფორმულა, მაგას არ იმჩნევენ, ან ვერ ხვდებიან, არ ვიცი. მაგათი ამ ოპოზიციური არხების მატყუარობის და დეზინფორმაციის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს და კარგად გავიხსენოთ თუნდაც მიხეილ სააკაშვილზე რა დღეში იყვნენ, როგორ პანაშვიდები რო ქონათ პირდაპირ ეთერში გავიხსენოთ რა, რო ვიჯდნენ და პირდაპირ ეთერებში რო ტიროდნენ, რო თურმე მიშას კლავდნენ და მიშა კვდებოდა და რო ცდილობდნენ, რომ ხალხის ემოციებზე ეთამაშათ, ხო? და შეხედეთ დღეს მიშას როგორ ჯანზე გამოიყურება ეგ შობელძადლი ეგა. გადაიყვანეთ ციხეში დროზე მიხეილ სააკაშვილი, მაგისი შუბადავხიე და მაგისი დედავატირე მე, ეგ არის ამ ქვეყნის ავთვისებიანი სიმსივნე და უნდა ამოიკვეთოს ეგ თავისი ფესვებიანად. ყველა ის ძალა, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის დამპალ ფესვზე დამყნობილი და იქიდან არის აღმოცენებული, ყველა ეგ ძალა უნდა, როგორ თქვა, უნდა განადგურდეს ამ ქვეყანაში, ოღონდ არა პირდაპირ ფიზიკური განადგურების თვალსაზრისით, არამედ როგორც ძალა და როგორც რაღაცა ოპოზიციური ერთობა. ეხავს, რა ქოცობა კი არ ტეხავს ეხა და ოცნების მხარდამჭერა კი არ ტეხავს. ნაციონალობა ტეხავს და ნაცების მხარდაჭერა ტეხავს. ის ადამიანები, ვინც მიშას ტაშს უკრავთ და ნაციონალურ მოძრაობას ტაშს უკრავთ და გვარამიას ტაშს უკრავთ, იცოდეთ, რომ თქვენ ტაშს უკრავთ იმ სისხლიან 9 წელს და ტაშს უკრავთ რობაქიძის მკვლელობას, ტაშს უკრავთ გირგულიანის მკვლელობას, ტაშს უკრავთ ყველა იმ ადამიანის დახვრეტას, რომელი ადამიანებიც ქუჩა-ქუჩა ხოცეს. თქვენ ტაშს უკრავთ ციხეში ნაწამები ადამიანების წამებას და თქვენ ტაშს უკრავთ ადამიანების გაუპატიურებას. აი ეგ კარგად გაითვალისწინეთ და მაგაზე კარგად დაფიქრდეთ. და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში უმრავლესობა აღმოჩნდა საკმაოდ განათლებულიც და ერუდირებულიც და საკმაოდ კარგად აზროვნებს იმ გარკვევით, რომ არ დაუშვით ის, რომ სწორედ ეს დამპალი წარსული მობრუნებულიყო დღეს საქართველოში. ტვ პირველი და ფორმულა და მთავარი, რომ მატყუარები და დეზინფორმატორები არიან, აი მაგისთანა არ ვიცი, მსოფლიოში შეიძლება 2-3 იყოს კიდე და აი ის ხალხი, ვინც მაგათ უყურებს და ვისაც ტვ-იმედის ჯერა, ვისაც ტვ პირველის ჯერა და მთავარი არხის ვისაც ჯერა, მაგ ადამიანები ტვ-იმედზე არ უნდა ლაპარაკობდნენ ნაღდათ, იმიტომ რომ ეგ არის ორმაგი სტანდარტი და ფარისეულობა, რომ როცა მელაპარაკები მთავარის მიერ მიღებული ინფორმაციიდან და
მე მეუბნები რომ რაღაცა იმედი თურმე მატყუარა, ეს სიბნელია, მართლა სიბნელია და მართლა, რა ვიცი, შტერობაა და უგუნურობაა. მაგრამ ყველაფერი ქნეს სამწუხაროდ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნებიდან იმდენი მილიარდები და მილიონები დაიხარჯა ხალხის ტვინის გამორეცხვაზე, რომ აი დღეს მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. რაც შეეხება აი ივანიშვილს რო აგინებენ რა, ეხა ეს ბიზნესის ვიღაცა ჭყონიაროა, თემურ ჭყონია, ხო ვიცით რომ მაგ კაცს არავისთვის მაგას არც ავადმყოფს დახმარებია ეგ კაცი, არც ოპერაციას ვინმე ეს დაუფინანსებია და არც ქვეყნისთვის მაგას და ხალხისთვის არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია მაგ კაცს. ეგ არის ყველაზე ღორი ბიზნესმენი, ვინც კი ოდესმე ყოფილა საქართველოში და ჭყონიაროდ გაზა ეხა ივანიშვილზე ლაპარაკობს სასაცილოა და თუნდაც ხაზარაძე და გინაც ჯაფარიძე. აი ყველას მაგათ ერთად აღებულს რაც ივანიშვილს გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და რამდენი ფულიც დაუხარჯია ქართველ ხალხზე და საქართველოსთვის, აი მაგ ჭყონიას ხაზარაძეს და მაგათ ყველას ერთად აღებულს იმის 10% არ ექნებათ დახარჯული არც ქართველი ხალხისთვის და არც ამ ქვეყნისთვის და დღეს რომ გახართ და აი მაგ ადამიანების გჯერათ და მაგათ ტაშს უკრავთ და ივანიშვილს რო აგინებთ, არ ვიცი, აი ეგ ტეხავს მე მგონი რა, ქოცობა კი არ ტეხავს, აი ეგ ტეხავს რომ რა ვიცი, ჭყონიასი რო გჯერა ეხა და ჭყონია რო კაი ტიპი გონია და ხაზარაძე რო კაი ტიპი გონია და ივანიშვილს რო აგინებ, არ ვიცი. მაგაზე უფრო ორმაგი სტანდარტი, ან მაგაზე მეტი სიბნელე ვერ წარმომიდგენია. სამწუხაროდ დღეს ჩვენი საზოგადოების არც თუ ისე დიდი ნაწილი, მაგრამ მაინც გარკვეული ნაწილი დიდ შეცდომაშია შესული და ადამიანებს მართლა ბრმად ჯერათ იმის, რასაც ლაპარაკობენ. ბრმად ჯერათ იმის, რომ რაღაცა ჩელიაბინსკში ვართ და ბრმად ჯერათ აი მთავარის და ნოდარ მელაძის ზღაპრების ჯერა ადამიანებს. წარმოიდგინეთ რა დღეში ჩაყარეს ადამიანები, აი პირდაპირ მახსენდება თუთაშხია რა და იქ რომ არქიფოსეთურს რო ყავს, იქ ხალხი გამოშტერებული, ვისაც წაკითხული აქვს და ფილმიც ვისაც ნანახია, ყველას გაგახსენდებათ, ხო? აი ზუსტად ისე ყავთ დაშტერებული რაღაცა გარკვეული ნაწილი საზოგადოების და რა ვიცი, ყველაფერი ჯერათ, ყველა ბოდვა ჯერათ რა და სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ ადამიანების ნათელი წერტილი რა, გუში რო დედას აგინებდნენ და იმ ქალას რო ეძახდნენ და კაკებეს აგენტს, დღეს არიან მაგის იმედზე და აი სალომე ზურაბიშვილის იმედი არ მოგიშალოთ, აი ოპოზიციაზე ვიტყოდი. სალომე ზურაბიშვილი ორჯონიკიძისა იმედი არ მოგიშალოთ, აი მელიებს, ხაზარაძეებს და მაგ ხალხს, გვარამიებს და ხოშტარიებს და ვიღაცებს. დღეს ზურაბიშვილის ინტერვიუს უყურებდი და ეს ბანძიქალი, აი რო ვიძახი რომ აგენტია და გამყიდველი თქო. ყველა ჯერზე ადასტურებს ეს ქალი თავის აგენტობას და იმას რომ ამ ქვეყნის მტერია. ზის უცხოური ტელეარხის ეთერში და იძახის ესეთ რაღაცას რომ თუ საქართველოში ეს ხელისუფლება დარჩებაო, რომელიც არისო, ამერიკისო და ევროპის ინტერესები დაზარალდებაო. განა იმას იძახის რომ რამე საქართველოს ინტერესებზე კი არ ლაპარაკობს ეს ბანძიქალი. არა, პირდაპირ ღია ტექსტით ლაპარაკობს რომ თუ დღეს საქართველოში დარჩება ეს ხელისუფლება რომელიც არისო, დაზარალდებაო ამერიკისო და ევროპის ინტერესებიო. აი ეგ არის ჭეშმარიტი სახე სალომე ზურაბიშვილი ორჯონიკიძისა და მაგ ქალის იმედზე არიან დარჩენილები და რავი, აი ღმერთმა მაგ სალომეს იმედი ნუ მოგიშალოთ და რა ვიცი. მეტი რა ვთქვა, აღარ ვიცი ამ ქალზე და ზოგადად ოპოზიციაზე. ყველას ვთხოვდი, აი ჩემ მეგობრებს, ჩემი ძმაკაცები არიან აი ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგებში და ჩემი უახლოესი მეგობრები და აი ამათაც ვთხოვდი და მოუწოდებდი, რომ
ორი ანუ მედალს ორი მხარი აქვს რა და მოეშვან ამ ცალმხრივად მოვლენების შეფასებას და რაღაცა მარტო ერთი მხრიდან უყურებას. შეძლონ და შეაფასონ მოვლენები ორივე მხრიდან და ბევრი კუთხიდან შეხედონ ოპოზიციასაც და ქართულ ოცნებასაც და დაინახავენ მერე და აი თავარის და ფორმულას და ტევე პირველის სიმართლე და მაგათი როგორ თქვა მაგათი ობიექტურობა კიდევ გავიმეორებ ის არის რომ რო იჯდნენ და რო ტიროდნენ პირდაპირ ცნებლები მოსდიოდათ რომ ხალხის ემოციებზე ეთამაშათ და მიხეილ სააკაშვილს უხდიდნენ პანაშვიდებს რომ აიმე მიშას გვიკლავენ და რაღაცა სისულელეებს ყვებოდნენ და ჯეროდა მაშინ ხალხს რომ მიშას კლავენო მაგრამ აგერა როგორ მოგოჭრა ხო ხედავთ კარგად და რა დრეშია რა განცხადებებს აკეთებს ეგ არა კაცი ეგა მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის კიბო ავთვისებიანი კიბო და უნდა ამოიკვეთოს წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი არ მოისმენებს და დროზე გადაიყვანონ ციხეში მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ციხის კამერაში მიშას ადგილი არ არის იქ საავადმყოფოს ორპალატიანი მასში რაღაცა ნომერში დროულად გადაიყვანონ ციხეში ეგ არაკაცი და ქვეყნის გამყიდველი და დროულად დახურონ ტელეკომპანიამ თავარი ფორმულა და ტევე პირველი რომლებიც არიან უცხო ქვეყნის აგენტები და რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საქართველოში. დაინტერესდით და ნახეთ საიდან ფინანსდებიან ეს არხები და რამხელა შემოსავლები აქვთ მათ წამყვან ჟურნალისტებს და სწორედ იმიტომ ყიდიან ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესებს და აი დიდი ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ კადრულობენ უკადრებელს ეს ხალხი და მაგიტომ შეყავთ შეცდომაში ათასობით ადამიანი ამ ქვეყანაში. ამის თქვა მინდოდა დღეს და შევეცადე კიდევ ერთხელ მოკლედ მესაუბრა ამათ უსამართლობაზე და ზურაბიშვილი ორჯონიკიძის განცხადებაზე, რასაც დღეს აკეთებს ეგ ხალბატონი.